მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ისეთი ვიდეოთი, რომელსაც ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი ელოდებოდით და ალბათ უკვე მიხვდებოდით, დღეს ვინ ყავს სტუმრად. კი ბატონო, ეს არის OnePlus 13. საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო ზოგადად ამ smartphone-ზე და ცოტა გამეწელა ამის გაჩითვა, ესე რომ დავარქვათ, მაგრამ საბოლოო ჯამში უკვე ჩვენთან არის, გამოიყურება ძალიან ლამაზად, მოთეთრო ფერი არის დღეს ჩვენს წინაშე წარდგენილი. დიდი თხოვნა მექნება დაალაიქოთ ეს ვიდეო, არხი გამოიწეროთ, ძალისხილაკი გააქტიუროთ, კომენტარებში დაწეროთ თქვენი აზრი ამ smartphone-თან დაკავშირებით. ჩვენ კი შეგვიძლია ნელ-ნელა გადავიდეთ smartphone-ის პატარა განხილვაზე, უსწრაფად გადავიკითხოთ, ასე ვთქვათ, მონაცემები, შემდეგ ჩემს დავაფიქსირებთ და ბოლოსკენ მინდა ერთი საკმაოდ საინტერესო შედარება გავაკეთო ამის პირდაპირ კონკურენტთან. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ფლაგმანი smartphone, არანაირი ბიუჯეტური და საშუალო ბიუჯეტური პირდაპირი კონკურენტი 16 Pro Max-ის, S25 Ultra-სი და ნებისმიერი სხვა ფლაგმანური მოდელის და შესაბამისად მონაცემებიც არ იქნება გასაკვირი, რომ გვექნება ფლაგმანური. ეს იქნება თუნდაც ეკრანი, რომელიც გახლავთ LTPO AMOLED 120 Hz-იანი განახლების სიხშირით, რომლის მაქსიმალური პიკური სიკაშკაშეც შეადგენს 4500 ნიტს. ის უკვე დავამუღამეთ, რომ ესეთი ბრენდების smartphone-ები პიკურ სიკაშკაშეში საკმაოდ დიდ ციფრებს წერენ. Magic 7 Pro-ც ჰქონდა, როგორც გახსოვთ, იმის 5000 იყო და ასე შემდეგ. დასაწყისში გეტყვით ერთ პატარა დეტალს, რომ ისეთი smartphone-ები, როგორიც არის OnePlus-ი, Oppo, Vivo, Realme, ამ smartphone-ებს ფლობს ერთი კომპანია. ამიტომ ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე ამ ბრენდის smartphone-ებში რაღაც საერთოები, ეს ეხება ეკრანს, კამერების განლაგებას თუ სხვას. ეკრანის ინჩი შეადგენს 6.8 და ასე ვთქვათ, ეს ეკრანი გადაშლილია 90.7%-ით წინა მხარეს. რა თქმა უნდა, მუშაობს Android 15-ზე და უშუალოდ OnePlus-ის მშობლიურ სისტემა Oxygen OS 15-ზე, რომელზეც 4 წლიანი განახლებები მიდის. ჩიპსეტიც ფლაგმანური გვაქვს, რომელიც რა თქმა უნდა იქნება Snapdragon 8 Elite და ამ smartphone-ის მეხსიერებები გამოიყურება ესე. კონკრეტულად ეს მოდელი, რომელიც ეხლა ჩვენთან არის წარმოდგენილი, არის 16512 GB-ზე. ამ smartphone-ის შემთხვევაში გვაქვს Hasselblad-ის კამერის სისტემა, რომელიც ძალიან მაგრად მუშაობს, სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით. 3 კამერა გვაქვს ჯამში, 3-ვე არის 50 მეგაპიქსელიანი, პირველი wide მთავარი, ultra wide და პერისკოპული ტელეფოტო. რამოდენიმე ფოტო გადავიღე, შეგიძლიათ ნახოთ, ღამის განათებაში უნდა გაიტესტოს ნებისმიერი smartphone-ის ფოტო და ვიდეო გადაღება, იმიტომ რომ დღისით A01-იც რაღაც შედეგს მოგცემთ. ასევე აქვს AI ფუნქციები სხვადასხვა მაგალითად, როდესაც crop-ს უკეთებთ ფოტოს, რაღაც ის მოჭრა გვინდა, შეგვიძლია ხარისხის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ობიექტების ამოშლა და ჩამატებაც შეუძლია. უსაფრთხოების ნაწილში გამოყენებული გვაქვს მხოლოდ თითის ანაბეჭდის სენსორი, fingerprint-ი ეგრეთ წოდებული, მაგრამ ეს ოპტიკური არ არის, რა თქმა უნდა, ეს არის ultra ბგერითი. ელემენტი გვაქვს ახალი ტექნოლოგიის 6000 mAh-იანი და ეს ახალი ტექნოლოგია იდეაში წინა ტექნოლოგიებთან შედარებით განსხვავდება იმით, რომ ინახავს უფრო დიდ ენერგიას, ანუ უფრო კარგად ძლებს ელემენტი. ამასთან ერთად ზომაშიც არის უფრო თხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ესეთი სითხელის მქონე smartphone-ში შეიძლება ჩაეტიოს 6000 mAh-იანი ელემენტი. ძალიან ზოგადად რო ვთქვათ, რა თქმა უნდა, უძლიერესი smartphone-ი არის, ფლაგმანი არის, ჩვეულებრივი, რომელიც არაფერში არ შეგარცხვენს, მაგრამ აქ არის ფასის დეტალი. თუ შევადარებთ Honor Magic 7 Pro-ს 200 ლარით მეტი ღირს, ეს ღირს 3200 ლარი, 3400 ლარი. ამ 3200 ლარიან ვერსიას მეხსიერება აქვს 16512-ზე, Honor-ის 3400 ლარიან ვერსიას აქვს 12512-ზე. ამ დეტალში ეს წინ არის უფრო დაბალ ფასში, მაგრამ ავიღოთ თუნდაც ის დეტალი, რომ არ გვაქვს Face ID, იმას აქვს თან იმას აქვს 3D ბიომეტრიული, რომელიც, რა ვიცი, ძალიან ბევრ სხვა ფლაგმანში ვაფშე არ გვხვდება. Samsung-ი საერთოდ არ იყენებს, Xiaomi საერთოდ არ იყენებს, Pixel-ი არ მახსოვს სიმართლე გითხრათ. 2D და 3D Face ID-ში უცბად რა სხვაობაა რო გითხრათ. 2D უბრალოდ, როდესაც ეს smartphone-ს სახესთან მიიტან, გიღებს ფოტოს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის საერთოდ უსაფრთხო, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ ესე შენი ფოტო ვიღაცამ დაანახოს და გაიხსნას, ხოლო 3D ბიომეტრიულ Face ID-ში ეს ფიზიკურად ვერ მოხდება, რადგან როდესაც 3D აქვს smartphone-ს, ხდება შენი სახის, ასე თქვას, სტრუქტურის შესწავლა, სიღრმეები, კუთხეები და ასე შემდეგ. ამიტომ უსაფრთხოების ნაწილში ბევრად უკეთესია 3D ვიდრე 2D. ამასთან ერთად შევატყე, რომ OnePlus 12-თან შედარებით აქვს უფრო სუსტი ელემენტი.
რაღაცები კი განაპირობებს რომ ეგრე იყოს, მაგრამ მე მოვიძიეს სხვადასხვა ინფორმაცია, შედარებები ვნახე ასე შემდეგ, ამაში მართალი ვიყავი, მაგრამ ისეთი დიდი სხვაობაც არ არის ეხლა რომ რაღაც 3 და 4 საათით უფრო ცოტა ხანს ძლებს ეს OnePlus 12-ზე. ამაზე უკეთესი ელემენტი აქვს OnePlus 13 R. R სერია არის ბიუჯეტური სერია, მაგრამ ბევრი რაღაც განაპირობებს ეხლა რა, თუნდაც არაენერგოეფექტური ჩიპსეტი და ასე შემდეგ. ამ smartphone-ში შეგვიძლია 2 ნანო SIM-ის მოთავსება, პლუს რა თქმა უნდა აქვს eSIM-ის მხარდაჭერა და ერთი ისეთი ფუნქცია არა, შესაძლებლობა, მოდი ესე დავარქვათ რა, დაცვის სერტიფიკატი, რომელიც სხვა ფლაგმანებში არ გვხვდება, გულისხმობ Samsung-ი, Xiaomi, Apple და ასე შემდეგ და არა OnePlus-ი, Vivo, ეგ ხო გითხარით დასაწყისში რომ ყველა ერთი კომპანიის არის თქო, მაგ smartphone-ებს აქვს. კონკრეტულად ეს არის IP68-79 დაცვა. ერთდროულად ყველას iPhone-ს თუნდაც 68 აქვს, Samsung 68 აქვს, Xiaomi-ს 68 და ასე შემდეგ. ეს რეალურად პლუსი შეგვიძლია უსაფრთხოების ნაწილში გავიყვანოთ. ძალიან არ მომეწონა selfie-ის კამერა. ზოგადად selfie-ის კამერას აი სიმართლე რო გითხრათ, არასდროს არ ვიყენებ. ეხლა პროფესიონალური კამერით კი ვიღებ ვიდეოს, მაგრამ აქამდე TikTok-ზე, კიდე YouTube-ზე, რასაც ხედავდით ვიდეოებს, ყველაფერი იყო ამ iPhone-ით გადაღებული, მაგრამ წინა კამერით. მართალია ჩემ თავს ცოტა ცუდად ხედავდი, მაგრამ მე ეგეც გამოვასწორე, პირდაპირ live რეჟიმში ლეპტოპში გავაზიარე smartphone-ის ეკრანი და იდეალურად ვაკეთებდი ამ ყველაფერს. ხო, მინუსი არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამ ხელა თანხას როდესაც იხდი, არის ბევრი ბიუჯეტური smartphone, რომლის selfie-ის კამერას ამას ბევრად ჯობს. მაგრამ ასე ვთქვათ, შეგვიძლია მივაწვეთ ისევ იმ details, რომ წინა selfie-ის კამერის ცუდობას აბალანსებს აი ეს წინა ძალიან მაგარი კამერები. რაც შეეხება ამის iPhone-თან შედარებას, ამაზე ერთხელ ვიტყვი, კიდევ ერთხელ უბრალოდ რომ Android-ი iPhone-ს არასდროს არ უნდა შეადარო, იმიტომ რომ ის არის სხვა სამყარო, ეს არის სხვა სამყარო. ადამიანი, რომელიც iPhone-ის მომხმარებელია, უნდა იყიდოს ისევ iPhone-ი და რომელიც Android-ს იყენებს, უნდა იყიდოს ისევ Android-ი. ის თემა, რომ აი ხა 3200 ლარშით 16 Pro-ს იყიდი, მაგრამ ის iPhone-ია. თუ გინდა iPhone ის უნდა იყიდო, თუ არ გინდა iPhone ეს უნდა იყიდო. ეს რა Android-ებს გულისხმობ. ხოლო აი ის თემა ბევრს აქვს და თავიდან ამოიგდეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი სისულელეა, რომ აი ამ ფასში იმას იყიდდი, ამ ფასში ამას იყიდდი. რეალურად სადა დედამიწა არის ნებისმიერ Android smartphone-სა და iPhone შორის განსხვავება. აქედან გამომდინარე, ბევრმა იცის ხოლმე რა, რომ აი რამ გაყიდინა ძმაო ეს iPhone-ი, რაღაცა პიქსელი მოგდიოდა. ძალიან დიდი სისულელეა, იმიტომ რომ იმან აყიდინა, რამაც აყიდინა, იცის რა მუღამი აქვს iPhone-ს. ისევე როგორც Android-ის მომხმარებელმა იცის რა მუღამი აქვს Android-ს. ამიტომ მაგაზე ზოგიერთი რო ჩხუბობთ ხოლმე, სისულელეა. პირადად ჩემი აზრით, ეს smartphone-ი უკეთესია ვიდრე S25 Ultra, ეს smartphone-ი უკეთესია ვიდრე Honor Magic 7 Pro და ძალიან მარტივად განმარტავ რატომ. 25 Ultra-საც შეეხება ფასი ბევრად დაბალი აქვს და ბევრ რაღაცას ბევრად მაგრად აკეთებს, ეს იქნება ელემენტი, ეს იქნება გადაღება, ეს იქნება სხვადასხვა დაცვის სერტიფიკატები თუ სხვა. რაც შეეხება Honor-ს, Honor-ი მოდი ესე დავარქვათ, მაინც ახლად დაბადებული ბრენდი არის, 1 და 2 წლის წინ არა, მაგრამ ეხა სად OnePlus-ი და სად Honor Magic 7 Pro, Honor-ი ზოგადად და იმისათვის რომ რეალურად Honor-მა დაამტკიცოს, რომ აი ბოდიში და ესე ჭუჭუიანია, ყვერებიანია რა. ამისათვის უნდა გავიდეს დიდი დრო და რაღაც 1 თვე და 2 თვე რო ძალიან მაგრად მუშაობს მაგის ფლაგმანი არ ნიშნავს რომ 2 და 3 წლის მერეც ეგრე იმუშავებს. ამაზე მე მაქვს უკვე დიდი გამოცდილება მიღებული, მაგალითად OnePlus 9, OnePlus 10 Pro-ს დაჟე 3 წლის წინანდელი smartphone-ი ისე მუშაობს, როგორც გამოსვლის დროს მუშაობდა. ერთადერთი ბუნებრივი ელემენტი იქნება დასუსტებული, იმიტომ რომ 3 წელი საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ელემენტს დიდი რესურსი უკვე ამოწურული ქონდეს. თორე დანარჩენი არანაირი ჭედვები, არანაირი რაღაც ფრიზები, ბაგები, სისტემაც იდეალურად მუშაობს. მოკლედ ბრენდი არის ისეთი, რომ უფრო ვენდობი მე OnePlus ვიდრე ვენდობი პირობითად Honor-ს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ჩემი აზრია მხოლოდ და ეს რადგან უაფიქრობს ეგრე არ ნიშნავს, რომ ზოგადადაც ეგრეა, მაგრამ შეიძლება ზოგადადაც იყოს ეგრე, იმიტომ რომ მე პროსტა ესე ჰაერზე არ ვიძახი არაფერს, რაღაცას თუ ვიძახი დასკვნასაც ვაყოლებ, ასე ვთქვათ, რატომ და რისთვის ვფიქრობ ესე. დანარჩენი შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენ. პლუსების და მინუსების განვიხილეთ, smartphone-ით დაგათვალიერებინეთ. ვიდეო თუ მოგეწონათ, დიდი თხოვნა იქნება დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ საისხლო კი. გისურვებთ ყველას წარმატებას და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Probiť.